მოკლედ, გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ, რომ უჩვეულო ახალი წელია პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და სხვათა შორის უჩვეულოა ერთობის ჭრილშიც სხვა ყველა ბიზნესთან ერთად მეწარმეებიც გაერთიანდნენ და ამისთვის შეიქმნა პლატფორმებიც, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმა არის Happy EU Year, რომელშიც არიან ის მეწარმეები გაერთიანებულები, რომლებმაც უარი თქვეს მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ღონისძიებებში ჩართულობაზე და სხვათა შორის ძალიან კარგი შედეგები აქვს უკვე ამ პლატფორმას, ძალიან საინტერესო ერთობა ამ პლატფორმაზეც და მისი დამფუძნებელი ბაია ლომსაძე არის დღეს ჩვენი მასპინძელი, სწორედ ბაიას ვესტუმრეთ დღევანდელი გადაცემის ბოლო ნაწილში. ბაია, მოგესალმები. მადლობა მასპინძლობისთვის და მადლობა ამ ძალიან მაგარი იდეისთვის, რომელზეც მინდა რომ მაყურებელს უფრო მეტი დეტალი გავუზიაროთ. პრინციპში ჩვენს გადაცემაში უკვე ისაუბრე ამ პლატფორმის შესახებ, თუმცა ეს შედეგები მაინტერესებს, მათ შორის ის რომ გვიახლოვდება უკვე ახალი წელი და ამ მიმართულებით რა თვალსაჩინო შედეგებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორია ბიზნესების მეწარმეების ჩართულობა და როგორია შედეგი, იმიტომ რომ იდეა არის რომ მეწარმეები დაუკავშირდნენ მათ შორის ყიდველებს, ხო? დიდი მადლობა სიუჟეტისთვის, პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან საინტერესო პლატფორმა შეიქმნა. შესაძლოა ითქვას, რომ აქამდე ამდენი მეწარმე არცად არ გაერთიანებულა. ამ ეტაპისთვის 600-ზე მეტი მეწარმეა დარეგისტრირებული. კიდევ გვემატებიან მეწარმეები და ნელ-ნელა უკვე ხილვადი იქნება ვებგვერდზე მათი პროფილები. საინტერესოა, რომ უკვე 54,000-ზე მეტმა ვიზიტორმა იხილა ვებგვერდი და მათ შორის ბევრ მეწარმეს ჰქონდა რეალიზაცია. ეს მნიშვნელოვანია. ანუ რეალიზაციის ნაწილიც უკვე დაწყებულია, ხო? დიახ, საინტერესოა, რომ იყო, თქვათ, მეწარმეებისგან ფიდბექი, რომ ზოგს ჰქონდა კორპორატიული შეკვეთებიც მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უკვე წლის ბოლოა, ნაწილს პირველივე დღესვე, პირველივე საათებში ჰქონდა შეკვეთები, რაც რა თქმა უნდა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მიზანს ემსახურება. იქამდე სანამ იქნებოდა Happy Year, იყო თქვენი ბრენდი Y-კაც. მინდა ამაზეც მოვყვეთ, რას აერთიანებს, რას აწარმოებს და ის ქვებრენდებიც ვახსენოთ და ეს საინტერესოა ასევე იმ კუთხით, რომ თქვენს მეწარმე ხართ და ახალი წელი დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც განსაკუთრებული პერიოდი იქნებოდა. როგორია ახლა მიმდინარე პროცესები, საინტერესოა ესეც რომ ვახსენოთ. Y-ას ესე აღწერთ ხოლმე, არის ხელნაკეთი საჩუქრების სახელოსნო, რომლის მთავარი მისია მოიძიოს ძველი ქართული კულტურული მემკვიდრეობა და გავაცოცხლოთ თანამედროვეობაში. ამ მიზნით ვცდილობთ ხოლმე, რომ იქნება ეს ბუკინისტები, იქნება ეს ტაძრები, ძველი შენობები, თუნდაც მთაში გაბნეული ორნამენტები მოვიძიოთ და არა მხოლოდ ვიზუალურად გადმოვიტანოთ, არამედ შინაარსიც მოვაყოლოთ ამ ყველაფერს და მომხმარებლისთვის ხელშესახები იყოს ეს ისტორიები. სლოგანიც ესეთი გვაქვს, ამბავი შენით განაგზობს თხრობას, რომ შენ გახდე ამ ამბის გამზიარებელი, ასე ვთქვათ. ქვებრენდს რაც შეეხება, რტო არის ახლად გამოჩეკილი ბრენდი, ასე ვთქვათ, საბავშვო ხაზი Y-ას, იმიტომ რომ გადავწყვეტეთ, რომ ადრეულ ასაკშივე შეგვეყვარებინა ბავშვებისთვის ქართული კულტურა. და აქ უფრო დიდი მიზანიც გვაქვს, გვინდა მსოფლიოს გარშემო შევაყვაროთ ბავშვებს, ამიტომ კონკრეტულად პირველი თამაში 8 სხვადასხვა ენაზე არის გადათარგმნილი და ვფიქრობ, ბავშვებს ძალიან შეაყვარებს თავს. რაც შეეხება მეწარმეობას, ამ პერიოდში, წინა საახალწლო პერიოდში ყოველთვის იყო ფუსფუსი, სამზადისი, ყოველთვის გვაქვს დიდი მოლოდინები, რეალიზაციაზეც თავისთავად. მათ შორის სამზადის დარწმუნებული ვარ იმ ღონისძიებებისთვისაც, რაზეც უარის თქმა მოგიწიათ და საჭიროდ ჩათვალეთ, რომ უარი გეთქვათ, ესეც მნიშვნელოვანია. დიახ, თავისთავად ითვალისწინებ წინასწარ, რამდენ მარკეტზე გადიხარ და ამ ყველაფრისთვის ამზადებ პროდუქციას წინასწარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, იმიტომ რომ როგორც მე ისე დანარჩენი მეწარმეებიც ანალოგიურად შესაძლოა 3-4 თვით ან 9 წლით ადრეც კი ემზადებოდნენ ამ მარკეტებისთვის, სადაც ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას. შეიძლება ითქვას, რომ წლიური 30-40% რეალიზაციის თითქმის მოდის ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის სრულ თვეზე. ამ მოვლენებიდან გამომდინარე 2024 წელი მინდა შევაჯამოთ, რადგან შემაჯამებელი ეთერი გვაქვს. როგორი იყო მაინც თქვენთვის 2024 წელი თქვენი ბრენდებისთვის, რა სიახლეები და რა ამბები დააგროვეთ ამ პერიოდის განმავლობაში? ძალიან საინტერესო წელი იყო, შეიძლება ითქვას, სულ გამოწვევებით სავსე და ამან გარკვეულწილად გაგზარდა, იმიტომ რომ იგივე პერიოდში კრიზისულ ვითარებაში მოხვდით მარტში
მაგრამ შევძელით ამ მარტის კრიზისის გადალახვა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მაშინაც საპროტესტო ტალღა იყო, შემდეგ ზაფხული არც ისე მარტივი იყო ზრდის პერიოდი, როცა გქონდა საშუალება ეთნოფესტზე გამოსულიყავი და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია ქართული კულტურის მხრივ და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა იმით, რომ დეკემბერში გამოვუშვით საბავშვო ხაზიც. ანუ ერთგვარად წარმატებების და თან გამოწვევებით სავსე წელი იყო და ფიქრობ ეს ყველაფერი მომავალ წელს უფრო გამოგვადგება. ეს გამოცდილება. იქამდე სანამ გეგმებზეც ვისაუბრებდეთ უკვე 2025 წლის მოლოდინებზე, მინდა გკითხოთ ამ პლატფორმიდან გამომდინარე, რაც ამ მნიშვნელოვანი მოვლენების საპასუხოდ შეიქმნა, თქვენი აზრით, რატომ არის აუცილებელი, რომ ახლა ყველას ხმა ისმოდეს, მათ შორის მეწარმეები აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას და თავიანთი წვლილი შექონდეთ ამ პროცესების მიმდინარეობაში? ფიქრობ, რომ მეწარმეები არ ვართ მხოლოდ, ასე ვთქვათ, ჩვენ თავზე პასუხისმგებელი ადამიანები, ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენი პოზიცია და ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. მაგალითად, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქართულ კულტურას ვემსახურებით, გვიყვარს ორნამენტები, რომლებიც ამოგვაქვს, რომლის შინაარსაც ვეძებთ, ენა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეუძლებელია ამ ვითარების ფონზე ასე ვთქვათ, არ ამოიღო ხმა, არ დააფიქსირო შენი პოზიცია და არ გაუზიარო მომხმარებლებს რას ფიქრობ. იმიტომ რომ უმეტესობა მათგანისთვის ასევე მნიშვნელოვანია ეს კულტურა და ჩვენ დღეს თუ ამის საჭიროება, დღესაც უნდა დავიცვათ ჩვენი კულტურა. ამიტომ ახლა უკვე შეიძლება ეს თამამათაც ითქვას, რომ დაიყო ბიზნესებშიც ვინ უყურებს ამ კონკრეტულ საკითხს ბიზნესის თვალსაზრისით და ვინ უყურებს სამეწარმეო საქმიანობას, როგორც ერთგვარ საშუალებას მომხმარებელს გაუზიაროს თავისი პოზიცია, მართლა დაიცვას კულტურა მაშინ, როცა საფრთხის ქვეშ არის და გამოავლინოს სიყვარული, რას ნიშნავს კულტურის და ენის მიმართ. კი ბატონო. და ბოლოს გეგმები მინდა გკითხოთ. მათ შორის პლატფორმის კუთხით დავიწყოთ ჯერ გეგმების შეჯამებით. მიმდინარე პროცესების ჩავლის შემდგომ და აუცილებლად უნდა დამთავრდეს ეს პროცესები, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რა განვითარება ექნება ამ პლატფორმას თუ დარჩება ფუნქციური, იმიტომ რომ ძალიან დიდი ერთობაა უკვე ახსენეთ თქვენ კონკრეტული რიცხვით. რა რაოდენობასაც აღწევს მეწარმეების რაოდენობა, ვინც ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ და საინტერესოა უკვე თუ აპირებთ ერთობლივი ძალების ამ პროექტის შენარჩუნებას მათ შორის. ძალიან საინტერესო კითხვა, რადგან ზოგადად დასაწყისში სამ დღეში შეიქმნა პლატფორმა და იმ მომენტში კონცენტრირებული ვიყავით მხოლოდ საახალწლო პერიოდზე, რომ წინა საახალწლოდ მეწარმეების ხმა, ასე ვთქვათ, გაგვევრცელებინა, მეწარმეებსა და მომხმარებლებს შორის რაღაც ჯაჭვი შეგვექმნა და ასე შემდეგ. მაგრამ მომავალზე იმ მომენტში არ ვფიქრობდით. დღესდღეობით ხვდებით, რომ არ არსებობს პლატფორმა, სადაც შეიძლება ამდენი მეწარმე იყოს, შეგეძლოს მათზე ინფორმაციის მოძიება, მათთან პირდაპირ დაკავშირება, ამიტომ პლატფორმა შევინარჩუნებთ, განვავითარებთ როგორც დიზაინს, ისევე ფუნქციონალს, ასევე თარგმანზე მეტად ვიმუშავებთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც და დამატებით ფუნქციონალზეც ვიფიქრებთ. ანუ მოკლედ იგეგმება, რომ იყოს მოქმედი ეს პლატფორმა და აუცილებლად ამ მეწარმეების ერთობა შენარჩუნდება სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. აუცილებლად ვფიქრობ, ეს სჭირდებათ მეწარმეებს და ზოგადად ისიც ძალიან მიხარია, რომ ტრენდული გახდა უახლოეს პერიოდში მომხმარებლებისთვის, რომ გვერდში დაუდგნენ მცირე მეწარმეებს, რაც ზოგადად, ასე ვთქვათ, პრობლემური საკითხი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და კარგი იქნება თუ ტრადიციას შევინარჩუნებთ და ბევრი დღესასწაული მოდის ასევე გაზაფხულზეც, შემდეგ სხვა პერიოდში. ბოლოს Y-ას გეგმებით შევაჯამოთ 2025 წელს რა მოლოდინები გაქვთ, რა არის ის მიზნები, რაც გიდათ რომ განახორციელოთ? ვფიქრობთ, გამოვიყენებთ წინა წლის გამოცდილებას და გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, კრიზისისთვის წინასწარ ვიქნებით მზად. ეს ხუმრობით, ისე გვინდა რომ მომდევნო პროექტებზე ვიმუშაოთ, იქნება ეს საბავშვო პროექტი თუ ზღაპრების თემატიკაზე გვინდა ასევე გავშალოთ უფრო ღრმად და ხელმისაწვდომი გავხადოთ ის დაკარგული ზღაპრები, რაც ახალ გამოცემებში აღარ გვხვდება, ასევე არის დაკარგული სიტყვები, რომლებიც ასევე არ გვხვდება ახალ გამოცემებში და გვინდა რომ ვიმუშაოთ ექსპორტზე.
რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს 2025 წლის ჭრილში იგეგმება ხომ ექსპორტის მიმართულებაც. მადლობა ძალიან დიდი ბაია მასპინძლობისთვის და მოკლედ თქვენთან ერთად ვასრულებთ ამ ნაწილს გადაცემის და მოკლედ იმედი მაქვს რომ 2025 წელს უკვე უფრო მშვიდ გარემოში შევიკრიბებით და უკვე ვისაუბრებთ გეგმებზე რომელიც განხორციელდება აუცილებლად ექსპორტის ჭრილში მათ შორის. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა.